დღეს სოციალურ ქსელ Facebook-ზე უამრავი პოსტი შემხვდა, სადაც ადვოკატები სოლიდარობას უცხადებენ, ასევე ადვოკატ ტარიელ კაკაბაძეს, რომელიც გახლავთ ლევან ჯანგველაძის საქმის მწარმოებელი ადვოკატი, ადამიანი, რომელმაც ამ რამოდენიმე თვეში ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში უამრავი ფაქტი დადო, მათ შორის ისიც, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის დამკვეთი არის ოთარ ფარცხალაძე, კრემლის აგენტი ბარიგა ნაძირალა ოთარ ფარცხალაძე. მათ შორის ტარიელ კაკაბაძემ თავის გამოძიებაში დაამტკიცა ისიც, რომ მკვლელობაში გარეულები არიან ძმები მიქაძეები, რომელთაგან ერთ-ერთიც არის დაკავებული და მას ემუქრება სამუდამო პატიმრობა, ხოლო მეორე არის ძებნაში. თუმცა რომ დავინტერესდი თუ რისთვის უცხადებდნენ სოლიდარობას ტარიელ კაკაბაძეს, ნათელი გახდა ჩემთვის ის, რომ სწორედ ის გამოძიება, რა გამოძიებაც აწარმოა ტარიელ კაკაბაძემ, უტყუარია და ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში მკვლელობის დამკვეთი ნამდვილად ოთარ ფარცხალაძეა, რომელმაც გამოძიების შეჩერება და შეფერხება გადაწყვიტა ისეთი ბინძური ადამიანის ხელით, როგორიც არის კიკუ ელისოკილაძე და ასევე ეს კიკუ ელისოკილაძე არის ძმები მიქაძეების უახლოესი მეგობარი, რომელსაც თვითონაც არ უარყოფს. მოკლედ, გამოძიება როგორც კი მივიდა იქამდე, რომ ყველა ფაქტი და გზა მიუთითებს ნაძირალა ბარიგა კრემლის აგენტ ოთარ ფარცხალაძისკენ, ელისოკილაძემ, რა თქმა უნდა, კრემლის აგენტისგან და სხვათა შორის ეს ის ელისოკილაძეა, რომელიც გაიძახის არარუსულ კანონს, რუსეთი მტერია, რუსეთი ოკუპანტია, სწორედ ამ ელისოკილაძემ კრემლის აგენტი ბარიგა ოთარ ფარცხალაძისგან და ძმები მიქაძეებისგან აიღო ფული იმის სანაცვლოდ, რომ გააშაოს ტარიელ კაკაბაძე, ადამიანი, რომელმაც ამ რამოდენიმე თვეში შეუძლებელი შეძლო და გამოძიება მიიყვანა იქამდე, რომ დამკვეთებიც და შემსრულებლებიც ცხადდა ნათელია ვინცაა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ელისოკილაძემ თავისნაირი ბინძური არარაობა გამოთხარა და ტარიელ კაკაბაძის წინააღმდეგ გენდერული ნიშნით დაიწყო გაშავება. თითქოს ტარიელ კაკაბაძე არის ქალებზე მოძალადე, რომ ტარიელ კაკაბაძემ ვიღაცა ბინძურ არარაობაზე იძალადა. თუმცა იმ ვაი გადაცემას რომ მოусმინე, ისიც კი ვერ დაიზეპირა იმ ბინძურმა არარაობამ, რაც დაუწერა ელისოკილაძემ და ისეთი აბდაუბდა ილაპარაკა, 2 წლის ბავშვიც მიხვდება რაშია საქმე. გარდა ამისა, იმ ბინძურმა არარაობამ ტარიელ კაკაბაძის სახელზე შექმნა ფეიკ გვერდი, სადაც თითქოს ტარიელ კაკაბაძე მას ემუქრება. დადო სკრინი, რა თქმა უნდა, ელისოკილაძემ, თითქოს მტკიცებულებად, თუმცა მეტი ვერაფერი მოიფიქრეს და როგორც კი სკრინი დადეს, ის ფეიკ გვერდი, რომელიც იყო ტარიელ კაკაბაძის სახელზე შექმნილი, ისიც გააქრეს. მოკლედ, ელისოკილაძე კიკუ არარაობა, კრემლის აგენტი ბარიგა ფარცხალაძისგან ფულს იღებს და ამით ცდილობს ტარიელ კაკაბაძის გაჩვენებას, რაც ნამდვილად არ გამოუვა. და ძალიან ბევრი ადამიანი ტყუილ უბრალოდ არ უცხადებს ტარიელ კაკაბაძეს სოლიდარობას. და გამოძიებაც, რომელიც უკვე ფინალისკენაა,
აუცილებლად მტკიცებით ფორმაში დაადგენს იმასაც, რომ ოთარ ფარცხალაძე ნაძირალა არარაობა არის ლევან ჯანგველაძის მკვლელობის დამკვეთი. აი ელისო კილაძე მერე აუცილებლად მიიღებს საკადრის პასუხს და ამ ცილის წამებაზე, რაც ცილის წამებითაც ცდილობს გააშაოს ტარიელ კაკაბაძე, აუცილებლად მოეთხოვება პასუხი სამართლებრივი გზით. ჩემთვის სულ ერთი არ არის ლევან ჯანგველაძის საქმის ბოლომდე მიყვანა და ჩემი სოლიდარობა ტარიელ კაკაბაძეს.